ქართული AI ვიდეოები დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება ინტერნეტ სივრცეში. თუ გსურს მსგავსი ვიდეოების შექმნა, კარგად უნდა შეგეძლოს შესაბამისი პრომპტების გაწერა, რაც შეიძლება პრობლემას წარმოადგენდეს, რადგან ქართულ პრომპტებს არ აქვს ხარდაჭერა. ამიტომ შეიძლება ხშირად წვალობდა ვიდეო გენერატორი უბრალოდ არ აგენერირებს ვიდეოს. ამ ვიდეოში ამ პრობლემას საბოლოოდ დაუსვამ წერტილს. მე შევქმენი Custom GPT სპეციალურად ქართული AI ვიდეოების პრომპტების დასაწერად. დღეს მე გასწავლით როგორ შექმნათ თქვენზე ან კონკრეტულ დავალებაზე მორგებული GPT და ამას გავაკეთებ სწორედ ქართული AI ვიდეოების თემატიკაზე. ასე რომ, დავიწყოთ. გამარჯობა, მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გიორგი, დაგიბრუნდი Geo AI-ის YouTube არხზე. როგორც ვიდეოს დასაწყისში ნახეთ, ამ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ Custom GPT-ის შესახებ. წინა ვიდეოს შემდეგ ბევრმა ადამიანმა გამოხატა ინტერესი ამ თემასთან დაკავშირებით და მთხოვეს გამეკეთებინა ვიდეო, სადაც ვაჩვენებ დეტალურად თუ როგორ უნდა შევქმნათ ჩვენზე ან კონკრეტულ დავალებაზე მორგებული GPT. თუმცა გარდა ამისა, როგორც ისიც მაქვს ერთი ვიდეო გაკეთებული ქართული AI ვიდეოების შესახებ, ამ ვიდეოში დაწვრილებით ვაჩვენებ თუ როგორ უნდა შევქმნათ ქართულ ენაზე AI ვიდეოები Veo 3-ის დახმარებით. ამ ვიდეოში რა პრომპტებიც მაქვს გამოყენებული და რა პრომპტებიც მოგეცით, ეს პრომპტები უპრობლემოდ მუშაობს. ანუ ამ პრომპტების საფუძველზე ვიდეოებს აგენერირებს Veo 3 უპრობლემოდ. თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც ბევრმა ადამიანმა დამიწერა, რომ ვერ ახერხებენ ვიდეოების გენერირებას. ანუ ის პრომპტები მუშაობს, რაც მაქვს გამოყენებული ამ ვიდეოში, თუმცა როგორც კი ცვლიან ამ პრომპტებს, ზოგი ახერხებს დაგენერირებას, ზოგს უფეილებს და მოკლედ ვერ ახერხებს დაგენერირებას. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ეს ორი თემა გამეერთიანებინა და შემექმნა ისეთი Custom GPT, რომელიც დააგენერირებს ისეთ პრომპტებს, რომელსაც Veo 3 დააგენერირებს უპრობლემოდ და უხარვეზოდ. ერთადერთი რაც გვინდა სჭირდებათ, არის ის, რომ მარტივად ქართულად აუხსნათ სცენა, დაუწეროთ დიალოგები, მაგალითად თუ ყავს ორი პერსონაჟი, გაუწეროთ რომ ერთი პერსონაჟი მეორეს ეუბნება ამ ტექსტს, მეორე პირველს ეუბნება ამ ტექსტს. და ესე იგი ეს Custom GPT დააგენერირებს პრომპტს ინგლისურ ენაზე, სადაც ეს დიალოგებიც იქნება გაწერილი ისე, რომ Veo 3 უხარვეზოდ დააგენერირებს ვიდეოს. მოკლედ იმედი მაქვს, რომ ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრით და ყველას ექნება საშუალება, რომ დააგენერიროს ქართული ვიდეოები Veo 3-ის დახმარებით უპრობლემოდ და უხარვეზოდ. სანამ დავიწყებთ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ დავალაიქოთ ვიდეო, გამოვიწეროთ არხი, ასევე გავწევრიანდეთ Facebook ჯგუფში, რომლის ლინკიც იქნება აღწერაში. პირველ რიგში, სანამ დავიწყებთ GPT-ის შექმნას, მინდა დემონსტრაციისთვის ერთი პრომპტი დავაგენერირებინო და ეს პრომპტი გავუშვათ Veo 3-ში და დავაგენერიროთ ვიდეო. როგორც გითხარით, ქართულ ენაზე უნდა აუხსნათ სცენა და ასევე უნდა გავუწეროთ დიალოგები, რაც გვჭირდება რომ იყოს ამ ვიდეოში. მე გამზადებული მაქვს ერთი პატარა პრომპტი, მოდი დავაკოპირებ ამ პრომპტს ქართულ ენაზე, ჩავაგდებ პრომპტის ველში. ესე იგი გვაქვს ქუჩის გამოკითხვის სცენა, სადაც ახალგაზრდა ჟურნალისტი გოგო ეკითხება ახალგაზრდა ბიჭს რაღაც. მოკლედ, კაი, დავაგენერირებინოთ პრომპტი და ნახოთ რაც დააგენერირებს. მოკლედ, დაგენერირდა ჩვენი პრომპტი, როგორც ხედავთ, პრომპტი არის ინგლისურ ენაზე და ასევე აქ ხედავთ ქართულ ენაზე დიალოგებს. მოდი მარტივად დავაკოპიროთ ეს პრომპტი, გადავიდეთ Veo 3-ის დეშბორდზე და ჩავაგდოთ პრომპტის ველში და გავუშვოთ გენერაციაზე. როგორც ხედავთ, დაგენერირდა ჩვენი ვიდეო, მოდი გავზარდოთ და ვნახოთ რა შედეგი მივიღეთ. თქვენი აზრით, ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს ადამიანს? ჩემი აზრით, ის ადამიანები ჩაგვანაცვლებენ, ვინც ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კარგად იცის. კარგი, მოკლედ, როგორც ხედავთ, დაგენერირდა ჩვენი ვიდეო და არანაირი ხარვეზ და ფეილი არ ქონია. ანუ, ესე იგი, ჩვენმა Custom GPT-მ ისეთი პრომპტი დააგენერირა, რომელიც Veo 3 უპრობლემოდ გაუშვა. როგორ უნდა შევქმნათ GPT? ამისთვის საიდბარზე ჩვენ უნდა მოვძებნოთ GPT-ს, გადავიდეთ ამ სექციაში და აქედან უკვე შეგვიძლია შევქმნათ Custom GPT. თუ ვიყენებთ უფასო ვერსიას, ანუ ChatGPT-ის უფასო ვერსიას თუ ვიყენებთ, ამ შემთხვევაში ნებისმიერი GPT-ს სარგებლობის უფლება გვაქვს, ანუ შეგვიძლია, ესე იგი, ეს მაგალითად ეს ჩემი მიერ შექმნილი GPT გამოვიყენოთ და ვისარგებლოთ, თუმცა უფასო ვერსიით სამწუხაროდ GPT-ს ჩვენ თვითონ ვერ შევქმნით. GPT-ის შესაქმნელად გვჭირდება რომ ჩავერთოთ პლუს ვერსია, ChatGPT-ის ფასიანი პლუს ვერსია, მინიმუმ პლუს ვერსია, რომელიც ერთი თვის განმავლობაში ღირს $23. ამ შემთხვევაში გახსნილი მაქვს ChatGPT-ის ფასიანი პლუს ვერსია და როგორც ხედავთ, უკვე შეგვიძლია აქ დავაჭიროთ Create Relax. როგორც კი დავაჭერთ Create Relax, გადმოვალთ აი ამ dashboard-ზე. Dashboard-ი გაყოფილია ორ ნაწილად. მარცხენა მხარეს ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ჩვენი GPT, ზემოთ როგორც ხედავთ, გვაქვს ორი ტაბი, შექმნა და კონფიგურაცია.
თუ გადავალთ შექმნაში, გაიხსნება ჩატი, სადაც შეგვიძლია ვესაუბროთ ChatGPT-ს, რომელიც აგვიხსნის და დაგვეხმარება GPT-ს შექმნაში. ამ შემთხვევაში გადავიდეთ კონფიგურაციაში. როგორც ხედავთ, გვაქვს რამდენიმე ველი და მოდი ყველაფერი გავიარო დეტალურად. პირველი, როგორც ხედავთ, გვაქვს სურათის ატვირთვა, ანუ ყველა GPT-ს აქვს თავისი ლოგო და შესაბამისად აქაც ჩვენ უნდა შევარჩიოთ სურათი და ავტვირთოთ როგორც ამ GPT-ს ლოგო. ამ შემთხვევაში სურათი დავამზადებინე ChatGPT-ს, აი ესეთი ლოგო გვაქვს. ქართული თემატიკა პლუს ვიდეოების შექმნა და მოდი ავირჩევ ამ ლოგოს. როგორც ხედავთ, ლოგო აიტვირთა და ასევე მარჯვენა მხარეს უბრალოდ გამოჩნდა ლოგო. როგორც გითხარით, მარჯვენა მხარეს, ანუ რასაც ვაკეთებთ მარცხენა მხარეს, მარჯვნივ ჩანს ყველაფერი. ანუ გზადაგზა შეგვიძლია ტესტო და ვამოწმოთ ჩვენი GPT. პირველი ველი, რომელიც უნდა შევასოთ, არის ჩვენი GPT-ს სახელი. ეს GPT იდეაში უკვე შექმნილი მაქვს და შესაბამისად, ანუ გამზადებული მაქვს ყველაფერი, მოკლედ ნელა გადმოყრი, დავაკოპირებ და ჩავსვამ ესე იგი ინფორმაციებს, დეტალებს. პირველი ესე იგი როგორც გვაქვს სახელი, მოდი დავაკოპიროთ, მე დავარქვი GeoAI ქართული ვიდეოების პრომპტები. ესეც სახელი. თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ სხვა ლოგო ატვირთოთ, სხვა სახელი დაარქვათ, ზოგადად სხვა GPT შექმნათ, მაგრამ ნუ როგორც ავხსენე ვიდეოს დასწრში, ამ შემთხვევაში მინდოდა ქართული ვიდეოების თემატიკა პლუს GPT შექმნა და მოკლედ ეს ორი თემა დავაკავშირეთ ერთმანეთს და გავაერთიანოთ. კაი. ესე იგი სახელი გვაქვს GeoAI ქართული ვიდეოების პრომპტები, შემდეგ გვაქვს description-ი, ანუ აღწერა. დავაკოპირებ აღწერასაც. GPT-ს აღწერა გამოჩნდება სახელის ქვემოთ, ანუ სხვა ადამიანები, რომლებიც ჩართავენ თქვენ GPT-ს, აი ესე გამოუჩნდებათ, ესე რომ ვთქვათ, ეკრანზე ეს GPT, აი როგორც მარჯვენა მხარეს გვაქვს ჩვენ ამ შემთხვევაში. ესე იგი პირველი გვაქვს ლოგო, მერე სახელი და ქვემოთ უკვე გვაქვს ესე იგი აღწერა. შემდეგი ნაწილი არის ინსტრუქციები და ინსტრუქციები ამ შემთხვევაში არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ნაწილი. ინსტრუქციები გავამზადე Google Docs-ში და მოდი გადავხედოთ. ესე იგი ამ შემთხვევაში ჩვენ GPT დააგენერებს პრომპტებს VO3-ისთვის ქართული ვიდეოების დასაგენერებლად. ზოგადად GPT-ს ინსტრუქცია არის ინდივიდუალური. ანუ გააჩნია რა თემაზე ვაკეთებ GPT-ს და რა დავალება უნდა შეასრულოს. მე ამ შემთხვევაში ხა ამ ინსტრუქციის ლინკს ჩავაგდებ და ამ ინსტრუქციებს შეიძლება გადახედოთ, თუმცა თქვენ თუ სხვა თემატიკაზე ქმნით GPT-ს და სხვა დავალებები ექნება შესაძლებელი, ეს ინსტრუქციები იდეაში არ გამოგადგებათ. უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის და ესე იგი ინფორმაციის დონეზე შემიძლია მოგცეთ ეს ინსტრუქცია და რაღაც დონეზე იგივე სტრუქტურის ინსტრუქციები შეგიძლიათ გაუწეროთ. თუმცა თუ ისევ ვიმეორებ, თუ სხვა დავალებას შეასრულებს, გაგჭირდებათ აბსოლუტურად განსხვავებული ინსტრუქციები. ანუ შეგვიძლია ამას ძალიან მარტივად შევხედოთ. ჩვენ შეგვიძლია ეს ინსტრუქციები, ეხლა ამ შემთხვევაში ეს ინსტრუქციებიც ChatGPT-ს დავაწერინე, მე უბრალოდ ავხსენი მონახაზი, რომ ჭირდება ესეთი და ესეთი GPT, ანუ ამ და ამ დავალების შესასრულებლად ჭირდება ესეთი და ესეთი GPT. და შესაბამისად გამიწერე ინსტრუქციები. გამიწერა ინსტრუქციები, სადაც რაღაცები შევაცვლევინე, რაღაცები არ მომეწონა, რაღაცები დავამატებინე, რაღაცები, რაც მე საერთოდ არ მქონდა ნაფიქრი, ისინი თვითონვე ჩასვა ამ ინსტრუქციებში და მოკლედ ინსტრუქციების დასწრებით შეგიძლიათ გამოიყენოთ ChatGPT პრობლემა ამაში არის. პირიქით უფრო კარგად ჩამოაყალიბებს და ის იმან უფრო კარგად იცის როგორი ინსტრუქციებია საჭირო, რომ ამ GPT-მ იმუშაოს ისე როგორც ჩვენ გვინდა. შეგვიძლია უცებ გავიაროთ და ავხსნათ მოკლედ რა გვაქვს ამ ინსტრუქციებში. ხო, პირველი, ესე იგი, GPT-ს ვეუბნებით, რომ არის პრომპტების გენერატორი, რომელმაც უნდა შექმნას კინემატოგრაფიული, იუმორისტული ან ემოციური და მდიდარი ქართული სცენები, რომლებიც იქნება ისეთ ფორმატში, რომ VO3-მა დააგენეროს AI ვიდეო. შემდეგ პარაგრაფში, ესე იგი, ჩვენ გვიწერია, რომ იუზერი აღწერს ქართულ ენაზე სცენას, მაგალითად, მოკლე ამბავი, დიალოგი ან სიტუაცია და ამ GPT-ს დავალება არის, რომ ეს სცენა გადააქციოს კინემატოგრაფულ სცენად და პრომპტი წარმოადგინოს ინგლისურ ენაზე. ამის შემდეგ ვეუბნებით, რომ დააგენეროს ჩვეულებრივი ტექსტი და არა JSON ფორმატი. მე სიმართლე გითხრათ, JSON ფორმატით ვცადე, თუმცა ხშირ შემთხვევაში JSON ფორმატით როცა აგენერებდა პრომპტებს, ქართულ დიალოგებს ტოვებდა, ანუ არ აგენერებდა იქ ქართულ დიალოგებს და მოკლედ JSON ფორმატ შევეშვი და დავტოვე მხოლოდ ჩვეულებრივი ტექსტი, ან ჩვეულებრივი ტექსტის სახით დააგენერებს პრომპტს. შემდეგ გვაქვს ესე იგი აქ საუბარია განათებაზე, პერსონაჟის გამოჩენაზე, ტონი, შემდეგ ისევ ტონზეა საუბარი, რომ უნდა იყოს თბილი, სასაცილო, ნოსტალგიური ან დრამატული. შემდეგ საუბარია ქართულ დიალოგზე, რომელიც აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს და ანუ იუზერი რა ქართულ დიალოგსაც შეიყვანს
თავდაპირველ პრომპტში ის უნდა შენარჩუნდეს და ესე იგი ასევე უნდა წარმოადგინოს ინგლისური თარგმანი ჭხილებში. ხო, ამის მერე საუბარი არის PDF ფაილზე, ანუ ინსტრუქციების გარდა მე გავაკეთე PDF ფაილი, სადაც მაქვს რამდენიმე მაგალითი პრომპტების, აი წინა ვიდეოში, სადაც ქართულ AI ვიდეოებზე ვსაუბრობ, წინა ვიდეოდან გამოყენა ის პრომპტები, რომელსაც Veo3 აგენერირებს უხარვეზოდ, ის პრომპტები, ესე იგი PDF ფაილის სახით ავუტვირთე მაგალითისთვის რა. ანუ რეალურად GPT მუშაობს, ესე იგი ინსტრუქციის და ამ მაგალითების საფუძველზე. ანუ რეალურად GPT აგენერირებს პრომპტებს ინსტრუქციების და ამ მაგალითების საფუძველზე და ამ PDF ფაილზე არის საუბარი, რომ ესე იგი გაყვეს იმ სტილს და ფორმატს, რომელიც არის მაგალითებში წარმოდგენილი, რაც ატვირთულია PDF ფაილის სახით. შემდეგ არის საუბარი, ესე იგი გარემოს, ანუ ხმებზე, მაგალითად ჩიტების ხმა, საცობი, ქარი და ასე შემდეგ, ანუ ეს ხმებიც, ნუ სცენების შესაბამისად, ეს ხმებიც უნდა ისმოდეს ვიდეოში. აი, შემდეგ რა გვაქვს? ხო, როცა ჩვეულებრივ ChatGPT-ს ვესაუბრებით, ხშირ შემთხვევაში მაგალითად რამეს რო ვიკითხებით, სანამ უშუალოდ კითხვაზე პასუხს გავხსენს, მანამდე იწყებს საუბარს, რომ აუ რა მაგარი კითხვა, რაღაცა ფანტასტიკური შეკითხვა, ამ კითხვაზე ნუ რაღაც საუბარს იწყებს, მოკლედ 2-3 ხაზი, 2-3 წინადადება შეიძლება დაგიწეროს და ამის შემდეგ იწყებს უკვე უშუალოდ პასუხის გაცემას. ამ შემთხვევაში პირდაპირ ვეუბნებით, რომ ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე პირდაპირ დააგენერირე პრომპტი. და შემდეგ გვაქვს უბრალოდ მაგალითი, რა შეიძლება დაწეროს იუზერმა. ესე იგი, აი მაგალითად ორი ბებიაზის ეზოში და საუბრობენ, თუ იუზერი დაწერს ამას, შენი პრომპტი უნდა იწყებოდეს დაახლოებით ესე. რომ აი შექმენი თბილი და კინემატოგრაფიული სცენა ტიპიურ ქართულ ეზოში და თბილისში. ესე დაახლოებით ესე უნდა დაიწყოს პრომპტი რა, ამის ინსტრუქცია არის აქ. ხო, ну მოკლედ სულ ეს არის, ბოლოს მაქვს, ესე იგი, ანუ საბოლოო პრომპტი უნდა იყოს markdown სტილში, ანუ როდესაც დააგენერირებს პრომპტს, როგორც წეღანო გაჩვენეთ, ანუ პირდაპირ უნდა შევძლოთ ამის დაკოპირება რა, ანუ მონიშნა აღარ უნდა დაგჭირდეს რაღაც შავ, ესე იგი, კანვასის გავს რაღაც ბლოკში დააგენერირა ეს პრომპტი და პირდაპირ copy ღილაკი ქონდა და იქიდან დავაკოპირეთ და ეს მაქვს ბოლოში გაწერილი, რომ ასეთი ფორმით დააგენერიროს, რომ მარტივად დავაკოპიროთ. კარგი, მოკლედ სულ ეს არის ინსტრუქციები, ანუ კიდევ ერთხელ გამომევარდები, რომ თქვენ ინდივიდუალურად უნდა გავუწეროთ ინსტრუქცია. თუ იგივე GPT-ს აკეთებთ, კი ბატონო, ეს ინსტრუქცია გამოგადგება, თუ საერთოდ სხვა თემაზე აკეთებთ GPT-ს, შესაბამისი ინსტრუქციები გაუწერეთ. კარგი, მოდი დავაკოპიროთ ჩვენი ინსტრუქციები, დავუბრუნდეთ დაშბორდზე, ჩავაგდეთ ინსტრუქციები და გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე. კარგი, მოკლედ შემდეგ გვაქვს, ესე იგი, conversation starters, ანუ საუბრის დამწყები. ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავუწეროთ გარკვეული შაბლონები, ანუ user-ი დააჭერს ამ ღილაკს, ამ შაბლონის ღილაკს და ამის საფუძველზე დააგენერირებს GPT prompts. ანუ მაგალითად შეგვიძლია აქ გავუწეროთ, ესე იგი, ქუჩის გამოკითხვა თბილისში, მაგალითად. როგორც ხედავთ, გამოჩნდა შაბლონი აღწერის ქვემოთ, ასევე შეგვიძლია დავწეროთ, არ ვიცი, მაგალითად შვილი და ბებია, პოპულარულია, გავსი სცენები, ესეც გამოჩნდა. ანუ ამ შემთხვევაში, ესე იგი, user-ი აღარ შეიყვას პრომპტს, პირდაპირ დააჭერს ქუჩის გამოკითხვა თბილისში და GPT თავისით მოიფიქრებს რაღაც სცენას ქუჩის გამოკითხვა თბილისში. ამ შემთხვევაში რამდენად მივიღებთ სასურველ შედეგებს, არ ვიცი, მე ეჭვება, რომ მივიღოთ ისეთ შედეგი, როგორც გვინდა და ალბათ ყველა, ვინც დააპირებს და დააგენერიროს ქართული ვიდეო, ყველას მოფიქრებული იქნება სცენას და დიალოგით. შესაბამისად, დიდი ალბათობით ეს არავის არ დაჭირდება, შესაბამისად, მოდი გამოტოვოთ ეს არ გვინდა წავშალოთ. კარგი, შემდეგი გვაქვს knowledge, ცოდნა, და როგორც ხედავთ, შეგვიძლია ავტვირთოთ, ესე იგი, ფაილი. როგორც უკვე თქვი, ამ შემთხვევაში ავტვირთავ PDF ფაილს, რომელიც შეიცავს ისეთ პრომპტებს, რომელიც დაგენერირებული აქვს Veo3-ს უხარვეზ. ესე იგი, მე ამ შემთხვევაში გამოვიყენებ იმ პრომპტებს, რომელიც წინა ვიდეოში მქონდა გამოყენებული და ეს პრომპტები მაქვს, ესე იგი, ჩაგდებული ამ პრომპტების ლინკი აღწერაში. ეს პრომპტები ყველა დაგენერირებული აქვს უხარვეზოდ Veo3-ს, შესაბამისად, კარგი მაგალითები იქნება ჩვენი GPT-ისთვის. ამ PDF ფაილს ავუტვირთავ და როგორც უკვე თქვი, ესე იგი, ინსტრუქციების და ამ პრომპტების მაგალითების საფუძველზე დააგენერირებს პრომპტს. შემდეგ გვაქვს რეკომენდირებული მოდელი, ამ შემთხვევაში საუბარია ChatGPT-ის მოდელებზე. აქ არავიჩევ არც ერთს და დავტოვებ ესე ავტომატურად როგორც არის, იმიტომ რომ ზოგიერთი უფასო ChatGPT-ს გამოიყენებს და აქ რო 4 O მივცე მაგალითად, რომელიც ფასიანი ვერსია
უფასო ვერსიაზე შეიძლება აღარ დააგენეროს პრომპტი, ასე რომ ამას დავტოვებ არ შევეხები. კაი, შემდეგი გვაქვს capabilities, ესე იგი ის ფუნქციონალი, რომელიც შეუძლია GPT-ს რომ გამოიყენოს. გვაქვს web search-ი, ანუ web-ში ძიება, გვაქვს canvas-ი, გვაქვს სურათების გენერაცია და გვაქვს კოდი და მონაცემთა ანალიზი. ამ შემთხვევაში რა გვჭირდება? ესე გვჭირდება web search-ი, ანუ შეიძლება პრომპტის გენერაციის დროს მაგალითად შეიძლება აღწეროთ რაღაც სცენა, თბილისის ერთ-ერთი ქუჩა, რომლის შესახებაც შეიძლება GPT-ს დაჭირდეს ინფორმაციის მოძიება web-ში. ამიტომ გვჭირდება web search-ი უნდა დავტოვოთ. Canvas რაც შეეხება, Canvas-ი არის შეგვიძლია ჩავთვალოთ როგორც ედიტორი და ედიტორში პრომპტის გახსნა არ გვჭირდება. ხე კოდზე რო იყოს საუბარი და კოდს აგენერებდეს, ამ შემთხვევაში კი ბატონო, Canvas-ი კარგი იქნებოდა. ანუ Canvas-ში შეგვიძლია ჩვენით დავაედიტოთ რაღაცები და ამ შემთხვევაში პრომპტს დავაგენერებთ და ამას მე დავაკოპირებ და ესე იგი VO3-ის პრომპტის ფოლდერში ჩავაგდებ. იქ შეგვიძლია თუ მაინც და მაინც გვინდა რომ დავაედიტოთ, იქ შეგვიძლია რომ დავაედიტოთ. აქ არ არის ამის საჭიროება და შესაბამისად Canvas გავუთიშავ. რაც შეეხება სურათის გენერაციას, ნუ ხშირ შემთხვევაში შეიძლება სურათის გენერაცია არავის არ დაჭირდეს, თუმცა შეიძლება მაგალითად ის სცენასაც ვაგენერებთ, იმის სურათი ვიღაცას მოუნდეს და დააგენერებდეს. მოკლედ, სურათი და web search-ი დავტოვოთ. დანარჩენი არ გვჭირდება. კოდი და მონაცემთა ანალიზი მით უმეტეს ამ შემთხვევაში, ამ ტიპის GPT შემთხვევაში არ გვჭირდება. კარგი, მოკლედ, ბოლოს გვაქვს ესე იგი action-ები, მოქმედებები, ესე რომ ვთქვათ. დავაჭიროთ ამ ღილაკს და ვნახოთ რა ხდება. რა არის action-ები? ესე იგი, action-ების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მივცეთ ჩვენს custom GPT-ს საშუალება, რომ უფრო გააფართოვოს თავისი შესაძლებლობები და არ შემოიფარგოს მარტო ჩატით და საუბრით. ანუ აი მაგალითად ვქნით ისეთ GPT-ს, რომელმაც რომელიმე ამინდის აპლიკაციიდან უნდა წამოიღოს მონაცემები ამინდის შესახებ და მოგცეს ჩვენ. ამ შემთხვევაში, ესე იგი, ამისთვის ჩვენ დაგვჭირდება აი იმ აპლიკაციის ამინდის აპლიკაციის API-ის დაკავშირება ჩვენს GPT-სთან. ეხლა API რა არის? მოდი ამას აღარ ჩავეძიები, იმიტომ რომ არ მინდა ძალიან ტექნიკური მიმართულებით წავიდე. API არის საშუალება, რომ დავაკავშიროთ რაიმე აპლიკაცია ჩვენს GPT-ს, ან მაგალითად ჩვენ თვითონ თუ უწერთ რამე აპლიკაციას და საიტს და გვინდა რომელიმე რაღაც სერვისის დაკავშირება და ჩაშენება. ანუ ეს სერვისი მოგცემს API keys გასაღებს, რაღაც კოდივით არის, სიმბოლოებისგან შედგება და ამ API keys მეშვეობით დავაკავშირებთ ამ სერვისს. ანუ ამ შემთხვევაში იგივეა, თუ გჭირდება რაიმე სხვა სერვისის დაკავშირება და ჩაშენება ჩვენს GPT-ში, ამ შემთხვევაში დაგჭირდება API და ეს ამ API-ის ინტეგრირება ხდება მოკლედ ამ action-ების საშუალებით, რა. ამ შემთხვევაში ხა არაფრის დაკავშირება ჩვენ არ გვინდა, მაგრამ ცოტა უფრო კომპლექსური GPT შემთხვევაში, რომელმაც კიდევ ვიმეორებ, უნდა გამოიყენოს სხვა სერვისის ან აპლიკაციის მონაცემები, ამ შემთხვევაში უკვე გვჭირდება action-ები, რომ ეს API ჩავაშენოთ. ნუ შეიძლება ცოტა გაუგებრაჭრეს, მაგრამ ნუ ესეა, action-ები ესე მუშაობს. კარგი, მოკლედ, ჩვენი GPT მზად არის, შეგვიძლია უკვე შევქმნათ. ამ შემთხვევაში აღარ შევქმნი, იმიტომ რომ ზუსტად იგივე GPT შექმნილი მაქვს, ზუსტად იგივე ინსტრუქციები და ზუსტად იგივე, ესე იგი, ფაილით, ასე რომ აღარ შევქმნი. GPT-ს edit-ი ნებისმიერ დროს შეგვიძლია. ესეც ხდება ხოლმე, როცა შექმნიან GPT-ს, მე ეს GPT გარკვეული პერიოდის განმავლობაში იტესტება და თუ რაიმე არის დასახვეწი, შესაძლებელი, დროთა განმავლობაში იცვლება და იხვეწება მოკლედ და საბოლოოდ მიიღება ესე იგი უხარვეზო და გამართული GPT. ამ შემთხვევაშიც ეხლა ეს დღეები ავტესტავ და ჯერჯერობით კარგად მუშაობს. ამ ვიდეოს შემდეგ ალბათ ბევრი ადამიანი გატესტავს და კარგი იქნება თუ თქვენს feedback-ს, ანუ დაწერთ კომენტარებში, მაინტერესებს როგორი მუშაობს. თუ დააფეილებთ, ის პრომპტები შეგიძლია ჩაყაროთ კომენტარებში და მე ერთად განვიხილოთ, ნახოთ რა არის შესაძლებელი ინსტრუქციებში. და საბოლოო ჯამში დავხვეწოთ და მივიღოთ ერთი GPT, რომელიც ამ ქართული AI ვიდეოების გენერაციის პრობლემას საბოლოოდ დაასრულებს. კარგი, მოკლედ GPT შექმნილია, ეხლა გაჩვენებთ როგორ უნდა მოვძებნოთ ეს GPT. მე ლინკს აღწერაში ჩავაგდებ, თუმცა შეგვიძლია ამ სექციიდან მოვძებნოთ, როგორც ხედავთ, ანუ გვჭირდება GPT-ს მარცხნივ საიდბარზე და შემდეგ უნდა შევიყვანოთ საძიებელში ჩვენი GPT-ს სახელი. ამ შემთხვევაში გვაქვს ესე იგი Geo AI და მოდი დავაკოპირებ, აღარ ვიწვალებ. ვაი, პირდაპირ ამოვაგდო Geo AI ქართული ვიდეოების პრომპტები. აი ესეთი ლოგო აქვს და შეგიძლიათ მოიძიოთ და მარტივ ტიპობით, მოკლედ. უნდა დავაჭიროთ start chat და შემდეგ უკვე შევძლებთ რომ დავაგენერიროთ პრომპტები. მოდი ერთი პრომპტი დავაგენერიროთ, ნახოთ კიდევ როგორ მუშაობს და შემდეგ უკვე შეგვიძლია შევაჯამოთ. დავაკოპირებ prompts, სადაც მოკლედ მარტივად ხსნის სცენას, გორილებზე ვიდეოები მაგრად ასწორებს
გორილაზე შევქმნიეთ ვიდეოს. გორილაზე, რომელიც წითელი კაბრიოლეტი ფერარით მიდის ბათუმში. აი, მოდი გავუშვათ და ნახოთ რაც დააგენერებს. დააგენერდა ჩვენი პრომპტი. აი ეს შავი ბლოკი არის ზუსტად ის markdown-ის სტილის ბლოკი, რაზეც ქონა საუბარი ინსტრუქციაში. ანუ პირდაპირ, ესე იგი შეგვიძლია დავაკოპიროთ, copy-ის დავაჭიროთ და დაკოპირდება ჩვენი პრომპტი. აღარა საჭირო მონიშნა და შემდეგ მისი დაკოპირება. დავაკოპიროთ ჩვენი პრომპტი და გავუშვათ გენერაციაზე. დაგენერდა ჩვენი ვიდეო და მოდი ერთად ვნახოთ რა შედეგი მივიღეთ. აუ ბათუმში მაგრად გამისწორდება. გუშინ ერთი კოიკა ავიღე და იმედია ამინდებით დამემთხვევა. ხო, ну, ცუდი არ არის საერთო ჯამში, ცოტა lip-sync-ი კარგად ვერ ემთხვევა. რაც ბოლოში დაემთხვასავით, მანამდე ვერ დაემთხვა და ну, არა უშავს მოკლედ. ხანდახან რაღაც ესე პატარა ხარვეზები აქვს ხოლმე თვითონ ვიდეოს, მაგრამ პრომპტები როგორც ხედავთ მუშაობს და მოკლედ ჩემი თხოვნა იქნება, რომ მაქსიმალურად გავტესტოთ. ვიცი რომ ბევრი აკეთებს გავს ვიდეოებს, ბევრი იდება TikTok-ზე, მსგავსი ქართული AI ვიდეოები და მოკლედ შეგიძლიათ მაქსიმალურად გააზიაროთ ეს პრომპტების გენერატორი და რაც უფრო მეტი ადამიანი გატესტავს, უფრო სწრაფად და მარტივად დავხვეწთ მერე და მივიღეთ რაღაცა საბოლოო კარგ ვერსიას ამ GPT-ის. კარგი, მოკლედ სანამ დავასრულებთ, ერთი პატარა თხოვნა მექნება. მე წინა ვიდეოში, ესე იგი, გაჩვენეთ სარეკლამო რგოლების პრომპტების გენერატორი GPT და ამ ვიდეოში, ну, ერთად გავაკეთეთ ეს ქართული ვიდეოების პრომპტების გენერატორი GPT. იუზერებს შეგიძლიათ რომ შეაფასოთ, ანუ შეფასება დაუწეროთ ამ GPT-ებს. ანუ ესე იგი, უნდა ჩამოშალოთ ეს drop-down-ი და ავირჩიოთ review GPT და შეგვიძლია ეს შეფასება დაუწეროთ. და მოკლედ თუ გამონახავთ რამდენიმე წამს და დაუწერთ ამ GPT-ებს შეფასებებს, მადლიერი დაგრჩებით. კარგი მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია საინტერესო და სასარგებლო ვიდეო გამოვიდა. შეგიძლიათ 1000-ნაირი GPT შექმნათ. ანუ შეიძლება ყოველდღიურად რაღაცა task-ებს აკეთებინო, დავალებებს აკეთებინო ChatGPT-ის და ყოველ ჯერზე გიწევთ ერთ და იგივე სახსნა და ინსტრუქციების წერა უშუალოდ chat-ში. ამ პრობლემებს აგვარებს ძალიან კარგად. მოკლედ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი და თქვენზე მორგებული GPT შექმნათ. რაც შეეხება ქართულ AI ვიდეოებს, ვიცი რომ ძალიან ბევრი აკეთებთ მსგავს ვიდეოებს და იმედია ეს პრომპტების გენერატორი დაგეხმარება და ნაკლებ დროს დაკარგავთ მოკლედ ვიდეოების გენერაციაში და ნაკლები ხარვეზი და ფეილი გექნებათ. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დალაიქეთ ვიდეო, დამიწერეთ კომენტარებში მომავალში რისი ხილვა გსურთ, ყველა კომენტარს წავიკითხავ, ყველაფერს გავითვალისწინებ. ეხლა კი დაგემშვიდობებით, წავედით.